გამარჯობა BMD-ის გუნდი წარმოგიდგენთ საქმის კურსს, რომელსაც ბექა ბაციკაძე გაუძღვება. გვიყურებთ TV1 და გვისმენთ ჩვენი პარტნიორი რადიოების თბილისის ჰერცის და ციტრუსის საშუალებით. დღეიდან საქსტატი უმუშევრობის დათვლის ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რომელიც თვითდასაქმებულთა ნაწილს დასაქმებულად აღარ მიიჩნევს. აქამდე მოქმედი მეთოდოლოგიით უმუშევრა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 11.6% ითვლებოდა, განახლებული მეთოდოლოგიის შედეგად კი უმუშევრობის დონე 17.6% შეადგინა. ასევე გადაითვალა წინა წლების უმუშევრობის მაჩვენებელიც, მოკლედ ახალ სტანდარტზე რომ მოგიყვეთ, რომლის მიხედვით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად 50%-ზე მეტს საკუთარი მოხმარებისთვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად. როგორ გამოიყურება უმუშევრობა რიცხვებში? ახალი სტანდარტის მიხედვით ელენე გოგბერაშვილი გვეტყვის, ელენე მოგესალმები, გისმენთ. მოგესალმები ბექა, როგორც უკვე აღნიშნე, ახალი სტანდარტის შესაბამისად თვითდასაქმებულების სხვადასხვა კატეგორიაში გადაკვალიფიცირდნენ ახალი სტანდარტის შესაბამისად და რიცხვი ამ ადამიანებისა დაახლოებით არის 442,000. რაც შეეხება მიმდინარე უმუშევრობის დონეს 2020 წლის მესამე კვარტალში დღეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა ახალი სტანდარტის შესაბამისად დათვლილი მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.2% პუნქტით გაიზარდა და 17% შეადგინა, მაგრამ აქ აღსანიშნავია, რომ თუ გავითვალისწინებთ ძველი სტანდარტის შესაბამისად თუ რა მაჩვენებელი იქნებოდა უმუშევრობის დონის, ეს იქნებოდა 11.9%, ხოლო ახალი სტანდარტის შესაბამისად ეს მაჩვენებელი არის დღეის მდგომარეობით 17%. როგორც უკვე განიმარტა, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შეიმუშავა ახალი მეთოდოლოგია და როგორც გოგიტა თოდრაძემ სტატის ხელმძღვანელმა განმარტა, ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს, შესაბამისად ძირითადი ცვლილება მოხდა თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით, კერძოდ თვითდასაქმებულებად აღარ ითვლებიან ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ სოფლის მეურნეობის სექტორში და ძირითადად აწარმოებდნენ პროდუქციას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის და ისინი ამ შემთხვევაში აღარ ითვლებიან თვითდასაქმებულებად, მოხდა მათი გადაკვალიფიცირება სხვადასხვა კატეგორიაში და როგორც უკვე აღნიშნე, მათი რიცხვი დაახლოებით 442,000-ია. ახალი სტანდარტი ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას და ახალი დამატებითი ინდიკატორების წარმოებას. თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას რაც შეეხება პირები, რომლებიც მუშაობდნენ საკუთარ საოჯახო მეურნეობაში და არ იყვნენ ბაზარზე ორიენტირებული, ანუ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას იყენებდნენ უმთავრესად საკუთარი მოხმარებისთვის, ანუ 50%-ზე მეტ საკუთარი მოხმარებისთვის თუ იყენებდნენ, ისინი აღარ ჩაითვლებიან თვითდასაქმებულად და აქედან გამომდინარე გამოირიცხებიან დაქირავებულთა რაოდენობიდან, დასაქმებულთა რაოდენობიდან. ამან განაპირობა დასაქმების სტრუქტურაში ძირეული ცვლილებები. კერძოდ, თვითდასაქმებულთა წილი თუ იყო 50%-ის ფარგლებში, ჩამოვიდა ეს წილი 30%-მდე. რაც შეეხება ცვლილებას, რაც მოგვცა ახალმა მეთოდოლოგიამ და ახალმა დაანგარიშების სტანდარტზე გადასვლა, პირველ რიგში ეს არის ის, რომ გაიზარდა როგორც უმუშევრობის დონე, ასევე შემცირდა დასაქმების მაჩვენებელი და განსაკუთრებით ეს თვალშისაცემია სოფლად მცხოვრებთა დასახლებებში, იმიტომ რომ ძირითადად სოფლის მეურნეობის სექტორში იყვნენ დასაქმებული რომლებიც ითვლებოდნენ ადამიანები თვითდასაქმებულად და როგორც უკვე გითხარით, თუ ისინი 50%-ზე მეტ წარმოებულ პროდუქციას არ ყიდიან, ამ შემთხვევაში აღარ არიან გათვალისწინებული სტატისტიკის დათვლის დროს და ისინი აღარ მოხვდნენ თვითდასაქმებულთა კატეგორიაში. მადლობა ელენე გოგბერაშვილი.